სამგორის რაიონში თბილისი გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლდა. შეპოსა თბილსერვის ჯგუფის 50-მდე თანამშრომელთან ერთად დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო მუნიციპალური კომპანიის დირექტორიც. გიორგი პაპავას განცხადებით, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენის ძველი ავეჯის და ნივთების განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილსერვის ჯგუფის ხელხაზზე და ვებგვერდებზე. ჩვენ ვიმყოფებით ახლა გაჩიანის მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაზაფხულ შემდეგ უკვე მეორე აქციას ვატარებთ. აქ განთავსებულია უკანონოდ ღამის საათებში მოდის მოსახლეობა როგორც სამშენებლო ნარჩენი, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7 ერთეული მძიმე ტექნიკა ყავს ამოყვანილი, 50-მდე ცოცხალი ძალა და ამ ტერიტორიას რო დავასუფთავოთ, თბილისში კიდევ 3-4 ლოკაცია გვაქვს, სადაც მსგავს ტიპის აქციებს ჩავატარებთ. თუმცა მოსახლეობას ვთხოვთ სამის განთავსების ადგილზე განათავსონ თავიანთი წარმოქმნილი ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ, ნუ დაანაგვიანებენ გამწვანებულ ტერიტორიებს.